ასეთი იყო ჩვენი წმინდა მამა აღსარებელი და სალოსი გაბრიელი, რომელსაც უმძიმესი ჯვარი ატარა. წმინდა მამები გვასწავლიან, რომ სალოსობა ბევრად უფრო მძიმე ღვაწლია, ვიდრე მესვეტეობა. წარმოიდგინე, სვეტს იადის და 10 წლებით გავს და იქ არ ჩამოდის. მძიმეა, უმძიმესია ჩვენი გაგებით, ადამიანური გაგებით. შიგნიდან ღვთისმაღლით იყვნენ სავსე და მამა გაბრიელი ამაზე უფრო და რა დროს მოუწია თან სალოსობა, არა ქრისტიანობის დროს, როგორც არის ქრისტიანობის ეპოქაში ვკითხულობ სხვადასხვა ანდრიას და სხვებს. არა. ათეიზმის ბობოქრობის დროს. ცემა, შეურაცხყოფა, ციხე, ფსიქიატრიულები ყველაფერი მოატარეს. და მეტყოდა ხოლმე სტუდენტი მიყავე მაშინ, როცა მიყვებოდა ვეკითხებოდი მისი ცხოვრებიდან. ამ ბრიყვებსო არჩილას მეძახდა გულობაშიც მე. ამობს არ ამ ბრიყვებს არჩილა პენსიას დავცინცლეო ბოლოს. ესე იგი, ივნელი ცემა ტყეპა და ბოლოს პენსია მისცეს. ის ხო სალოსი იყო და სალოსურად ამბობდა ხოლმე ამას. ხშირად მინახავს მამა გაბრიელი, როცა სემინარის სტუდენტი ვიყავი, ძალიან მკაცრი ზამთარი იცის, ხეობაა და იმიტომ ცხეთაში წყალს გარეთ გაყინულია მაშინვე და ძიმე ზამთარი იყო განსაკუთრებით იმ წელს და საკათმეში ეძინა დღეს კელიას რო ამობენ დიდი არანაირი კელი არ იყო საკათმე იყო დამიძახა და ერთად გამოფხიკეთ მაპატიეს კინტლი და ერთად მოვაწვეთ პატარა ხის ტახტი ითხოვა რომელზეც თურმე დედები მიცვალებულებს ასვენებინებდნენ და იმაზე ეძინა და ეგეც არაფერია ყუბო ქონდა მიხდებული დრო და დრო ყუბოში წვებოდა და ეს ძველი მამების მიბაძვით იყო სიკვდილის ხსენება რომ ქონოდათ აი ამიტომ ხშირად ყუბოს დებდნენ სენაკში ან წვებოდნენ ყუბოში და ესე იგი ხშირად დავდიოდა აი როგორ გითხრათ რაღაც ძალიან სანუყვარი რო გინდა და იცი რომ იქარის და ხშირად მირბიხარ და მიდიხარ რომ ის სანუყვარი მიიღო ასე მივდიოდი ხოლმე მივცუნცულებდი მინდა ვთქვა სტუდენტი ვიყავი მამა გაბრიელთან მივცუნცულდებოდი ხოლმე და ხშირად ხდებოდა რომ დაკეტილია საღამოთი ბრუნდებოდი დაკეტილია ხშირად 2 კვირა 10 დღე არ აღებდა იყო ზამთარი ყინავდა დედაო პარასკევარა სხვა დედაო იყო მოვიდოდა ხოლმე მოიტანა დღეში ერთხელ კურთხევა ჰქონდა იღუმენის რომ მიეტანა საჭმელი იმისთვის წყალს და საჭმელს მოიტანა და კართან დაუდგა იდგა და დამწუხრებული დაბრუნდებოდა მერე უკან მეორე დღეს მიქონდა ახალი მოხონდა გაყინული საჭმელი და ესე შემდეგ და რო გამოვიდოდა ერთვას გამოვიდა და შევედი და მეკითხე მამა გაბრიელი მეთქი როგორ ძლებ მეთქი რომ ეს შემთხვევით მაშინ იყო ასეთი რამე მე მარტო პატრიკულ მოთხრობებში მქონდა წაკითხული სემინარიაში პრორექტორმა ჩამაბარა სასულიერო სემინარის ბიბლიოთეკა მაშინ წიგნების სასულიერო არ იშვებოდა და ესე იგი 24 საათი ლამის ვიჟექი და ვკითხულობდი სულ მოუთქმელად მქონდა ეს სიხარული და როგორ